გახსენი კონვერტი. შენ შეგიძლია დაწვა კიდევ ერთხელ გეუბნები და არ გაამხილო ეს საიტი. არა, ეს ეხა სპეციალურად მე რა თქმა უნდა არ მოვიდოდი ამის აი ვთქვათ როგორც ახსარებაზე ეხა სპეციალურად არ წავალ მაგრამ ეს არის ეს მე აი ამ დროს ხო შემემთხვა მაგრამ მთელი ცხოვრება ეს მე მომყვება даже ეხლაც ჯერ კიდევ ბოლომდე ჩემში არ ვიცი მე რა ვთქვათ ის ხარისხი რამდენად მაქვს მე ეს მაგრამ აი ეს კოშმარი მახსოვს ანუ შენ აპირებ რომ ეხლა გახსნა ეს კონვერტი და უბრალოდ ამოიღო კითხვა და წაიკითხო. მაშინ ერთი წუთი გთხოვთ გაიტანოთ სამთელი ჩვენის აღარ დაგვრჩება, იმიტომ რომ კოტე ყუბანიშვილმა გადაწყვიტა რომ თავისი ცხოვრების ყველაზე საკრალური საიდუმლო ეხლა საჯაროდ გაგვანდოს. არა, იცით რაშია საქმე? რა წერია კონვერტში? წაიკითხე. 18 წლის ასაკში მე მოვკალი ადამიანი. ნუ ეს ჩემთვის არის რომ დაახლოებით მაშინ ესე არ ჟღერდა მაგრამ აი ახლა ჩემ ასაკში მე რო წამეკითხა დღეს მე ეს წავიკითხავდი რომ 19 წლის ასაკში მე მომკლეს ნუ მე მომკლეს ცოტა უფრო გვიან ასაკში ვთქვათ 39 წლის ასაკში მაგრამ ამაში ქვეცნობიერად თუ ქვეცნობიერად ამ სიკვდილისკენ მე მოძრაობდი ზუსტად ამის აი ამ ფაქტის გამო у каждого кайна своя тайна ხო იცი მოგიყევი რა მოხდა დეტალურად რომ მოგიყვა შეგიძლია დეტალურად მოხდა აი აბსოლუტურად რამდენი წლის იყავი მე ვიყავი 19 წლის ვიყავი მეოთხე კურსზე ხდებოდა 6 სექტემბერს 6 სექტემბერს მოხდა 9-ში მე უკვე მე თვითონ მივედი რა მოხდა? რა მოხდა და მოხდა ძალიან აი ვითომ აი ცია ჰანა არენდს აქვს ერთი გენიალური წიგნი ბანალნას ზლა აი ბანალურობა სიბოროტის რომ აი როცა აი სამი რაღაცა ავიღეთ სტიპენდია და ბუხრაშვილის მაშინ ეძახდნენ რებს ეძახდნენ თუ რაღაცას ბუხრაშვილის სამწვანე იყო ხორცკომბინატთან ძალიან გემრიელ რაღაცას წაკეთებდნენ და რატომღაც მესამე მასივში ცხოვრებაში რო არ ყოფილვარ მაშინ იმ პერიოდში აი იქ წავედით იქ რა თქმა უნდა ვიყავით ერთი ომის გმირია რომელმაც ის აიფეთქა აი ვის გულისთვისაც ჩხუბი მოხდა ავთო იოსელიანი რომელიც იყო ჩემი კლასელიც იყო და კურსელიც და ოღონდ ქონდა ნუ აი ცუდი სიმთვრალე რასაც ქვია რა თქვენ დალიეთ იმ დღეს იმ სამწოდეში როგორ არ დავლიეთ და დიდი სუფრა იყო მაგრამ მე გავედი ტუალეტში რო შემოვედი დამხვდა სუფრა არეულ-დარეული წამოვედი დავიწყე ძებნა და ეჭუბე და ვიპოვე ერთ-ერთი ბიჭი ვიპოვე ეს ავთო რომელიც იქიდან კიდე რაღაცა ხმები მესმოდა და ეს ავთო იძახდა რომ ჩვენ ერთ ამხანაგზე რომ ის იქარიო და იმას აი ხა იმას წემენო ხო და ვეუბნებოდი რომ ის იქ არ არის მეოთხარი ის წასულა იმას მე გავარკვიე კიდე იქ ვიღაცები იყვნენ რომ იმას თურმე მოკლედ ჩვენი სუფრიდან ერთი მივიდა მეორე სუფრასთან მუშების სუფრა იყო იქ რაღაცა ერთი სომეხი იყო ეთყობა იმითი რა ქვია ნაკოლკები ქონდა თუ რაღაცა ახალი ციხიდან განთავისუფლებული იმის ლაპარაკი არ მოეწონა თუ რაღაცა იმისთვის იმას წაყოლი ტუალეტთან და არტყა და გაიქცა ისე რომ ჩვენ არც არაფერი არ გვითხრა და ჩვენ რო დავბრუნდით სუფრაზე ესენი ამგენმა დაუწყეს თავის სუფრის წევრებმა დაუწყეს თავის სუფრის წევრს ძებნა აღმოაჩინეს ტუალეტთან ჩაგოზილი ეგონათ ვაფშე დაჭრილი თურმე ამას არაფერი უბრალოდ ყბა აქვს მოტეხილი და წამოვიდნენ ამ ჩვენ სუფრაზე და ჩვენც ამასობაში მოვედით ჩვენი ის ბიჭი ვინც ჩხუბი ეს გააკეთა საწყალი ეხლა ცოცხალი არ არის მიშა გობეჯიშვილი ის
ის საერთოდ არ იყო. კარგი, შენ როგორ მოხვდი იმ ადამიანის პირისპირ, რომელიც გამოასალმეს სიცოცხლეს? მე არაფერი აი ამ ჩემმა ძმაკაცმა დაიჩემა რომ მე წავედი და მომეცი რა ქვია მე მივიდივარ აი როგორ ჯოყოლა უნდა წავიდეს და ისა მეუბნები რომ არ გინდა იქ არ არის მერე აიღე დანა ხო? მე ჩუმად წავყევი ამას რა და ამასობაში ეს წავიდა პირდაპირ და იქიდან მოდიოდა 9 კაცი დანებით ჯოხებით ბოთლებით თუ რაღაცეებით და მე საერთოდ არ ხედავდი აქცენტი იყო ამას და ესეც პირდაპირ წავიდა ეს და დანა რო აიღე უკვე ფიქრობდი იმაზე რომ ადამიანს მოკლავდი? რაღაცა რატომაც უმეგონა ეს დანა მეს უმეგონა თავდაცვის საშუალება თავდაცვისო დანით როგორ გავაჩერებ სულ რატომაც ასოცირდებოდა ჩემთან დანა რომ რაღაცას გავაჩერებ და პირველად დავწუნდი მანდ რომ თურმე აი ეს იმის არ იყოს რომ ლუჩის სპორტს защиты და ნაპაძენი მე უცებ იმ მომენტში ინსტინქტურად ამოვირჩიეთ რომ გამოუხდი ამ 9 კაცის რომ ვერც ხედავდნენ და აღმოჩნდა რომ ერთი მოვკალი ერთი დავჭერი აუ და ესეც ჩემი ამხანაგით წავათრიე და გადავახდით რაღაც ზღობეს და ანთ უკვე წამომყვა და მეორე დღეს გავიგე რომ ეს კაცი მოკვდა გავიგე რომ ვიღაცამ საფლავზე დაიფიცა ისა ვიღაცეების ამხანაგი ვიღაცის სახში პანაშვიდია ვიღაცეების ვერ მიტანენ იმიტომ რომ მაგათი ძმაკაცი მოვკალი ვიღაცას დამოუკალი ვიღაცას შვილი მოუკალი ვიღაცას თუმცა შენ ამბობ რომ იმ დღეს შენ მოკვდი თვითონ იმ დღეს არ მოვკვდი, მაგრამ იმ დღეს მე პერმანენტულად მე სანამ არ მოვკვდი, მანამდე დებოდი. დაგვისახელი ამ ადამიანის სახელი და გვარი და ვინ იყო ეს პიროვნება? ეს იყო ნიკოლოს სლიუნკო, იყო მუშაობდა, სხვათა შორის ერთადერთი კაცი, რომელიც მანამდე სუფრაზე მე და მაგან ტაია თუ რაღაცა თურმე ვიმღერეთ. იმღერეთ თურმე. ესე მოხდა სამწუხაროდ. საშინელება მოხდა, ესე იგი ყველაფერი, ესე იგი აბსოლუტურად მე აღმოჩნდა რომ ნუ მოკლედ რა ძალიან და იმის მე აი თავში დანამოხდა ძალმაყური მომაჭამა ყველაფერი და სულ მინდა რომ ეს დავაკავშირო და სულ მინდა რომ ეს მოვინანიო. სხვა შორის ლექსების წერასთანაც ეს დაკავშირებულია. მე გადავწყვიტე ომში იმიტომ არ წავედი რომ მე გადავწყვიტე და აი რას ერთადერთი ვიცი რასაც შევასრულებ და ვიცი ამისი ცხმამაღლა არ მინდოდა მე თქვა მე კაცს მეტინაღდათ რაც არ უნდა მოხდეს. გასაგები. იმიტომ რომ კაცის როცა სხეულზე სხვისი სისხლი გაქვს სულზე შენ ლექსის წერის უფლება და ხელოვნების ქმნის უფლება აღარ აქვს. და საინტერესოა ამაზე არც მიფიქრი არ და ეს არის ჩემთვის აი მაგალითად პირდაპირ კავშირშია ეს ხელოვნება და ესე პაციფისტი ვარ. პაციფისტი ხარ. ამხელა თუ ერთით გიცხოვრე ამ მეწყის განმავლობაში, თუმცა შენ 9 წელი სასჯელი მოიხადე. 9 წელი სასჯელი მოვიხადე, მამა ჩემის სანამ მე იქ ვიყავი, იქიდანაც სულ ალიმენტებს ვთიდი სხვა შორის. ალიმენტებს ვთიდი ნიკოლაის შვილებს. ცოლი ნიკოლაის შვილები გაიზარდა სხვა შორის. მე სპეციალურად ავერიდე, ორი გოგო იყო და ავერიდე, აი დაჟე სახით არც შემიხედია, რომ აი ვიფიქრე, რომ არ შეიძლება ხო შეიძლება კიდე მომეწონოს ან რაღაცნაირად ხო და ის ქალი ერთხელ მახსოვს არ დამავიწყდება რაღაც რომელიღაც იმაზე ვიღაცამ გამომიძახა მე მეგონა რომ ლექსების ის არის და ეს ქალი კაი ხნის მერე რომელიღაც იმაზე მითხრა არც გამოჩნდა მე ვთხარი ისე დავიბერი რომ მე ვთხარი მომბზანდით რაღაცა აი ცოლი მოვიდა და მინდა მითხრა ამდენი ხანი გიყურებო იქ ხან რაღაც თან დაემთხვა რომ მე აი ვჩანვარ ამ ტელევიზორში გამოვდივარ ეხლა მე ხო არ ვიცი ამ მესამე მასივშიც ხო ვიღაცა მიყურებს იქ სხვანაირად მიყურებენ ან ვაკეში ხო რაღაცა სხვანაირად მიყურებენ ან ვერაზე მამა ჩემი სამხანაგი სხვანაირად მიყურებს იქ ეხლა დარწმუნებული ვარ ნიკოლაის შვილები გვიყურებენ ამ გადაცემას აუცილებლად უყურებენ და მაინტერესებს მიმართო მათ მინდა რომ უთხრა ამ ოჯახს არ ვიცი რა არც ვიცი რა ვთქვა ძალიან ძნელია მაგის მონანიება ძალიან ძნელია ამის გამოსყიდვა ძალიან წუხარ რომ ეგეთი რაღაცა
ძალიან მაგრამ მოხდა ეს და იმდენად მე მომივიდა ვერც დავაბრალებ რომ აი ვინმე სხვას უნდა მოსვლოდა და რატო იქ იმან იმას ქნა იქ იმან რაღაცა ის არ მოვიდა იქ იმან გაიქცა 1000 მოხდა ესეთი მაგრამ ყველაფერი ისე გადაიკვეთა რომ აი მე პირდაპირ აი ეს ორი აბსოლუტურად ერთმანეთისთვის არა და ამ დროს კეთილგანწყობილი ადამიანი შეგვაჯახა და მე რაღაცა იმის ცხოვრებაში აი ესეთი ამხელა რაღაცა ჩარევა მადლობთ კოტე ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა შენი აღსარების მოსმენა შენი ამბის მოსმენა აი ხელები მაქვს თუ გაუფლიანებული რაღაც ძალიან ვინერვიულე მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ამბავი მოგვიყევი და მახსენდება ცნობილი გამოთქმა რომ სინანული გონიერება რომელიც გვიან მოდის სამწუხაროდ ამას სამწუხაროდ მართლა დრო დაშიირდა იცი რატო აი დაჟე მე იმ მომენტში მე ვთქვა მაგალითად თავში დანა რომ მოხდა იმ ადამიანს პირდაპირ ხო ხელი არ დააკარგა მეოთხე სუფთა ხელები გქონია მეოთხე როგორი სუფთა დაჟე ინფექციას როგორ არჩევ და მე წავიდა და მახსოვს მირო ჩამომიტანა იმიდან გერმანიაში მირო დიდი მირო ციგნი შენ მოიგე 5000 ლარი ანუ შენ უკვე გაქვს 5600 ლარი რომელსაც ჩვენი გადაცემა გადმოგცემს აუცილებლად მე მაინტერესებს